აპოკალიფსის ვარიანტი. მოსკოვის ოლქი ისევ შავ კვამლშია გახვეული, რუსეთის სიღრმეში დარტყმები მკვეთრად გაძლიერდა. ასობით უკრაინული დრონი თავს დაესხა ნოგინსკის ნავთობაზესა და ონლაინ გიგანტ Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრებს, როგორც მოსკოვის, ისე ტამბოვის ოლქებში. გავრცელებული ინფორმაციით ამ ობიექტებს რუსეთის არმია სამხედრო ლოჯისტიკისა და შეიარაღების საწყობებად იყენებდა. თავდასხმებს მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით არიან დაღუპულები და დაშავებულები. კიევს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ბოლო ორ კვირაში უკრაინამ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 172 გემი დაბომბა, 118 აზოვის 54 კი შავ ზღვაში. მხოლოდ გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა 13 რუსულ გემს დაარტყეს. ოპერაცია, რომელსაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები ატარებს, მიზნად ისახავს ოკუპანტების ეკონომიკური ლოჯისტიკის სრულ პარალიზებას. სროლა კახეთში შვილი მშობლებს მოკლით ემუქრებოდა. ახალგაზრდა კაცის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობა. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წელიწად ნახევარია პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მკვიდრი 38 წლის რაბით ბაქიევი პოლონეთში სამუშაოდ 3 თვით წავიდა და 2025 წლის თებერვალში გაუჩინარდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაქიევის ავტომანქანა მდინარეში იპოვეს.